გრაფიკული დიზაინი მაძლევს საშუალებას, რომ განვითარდე კარიერულად და ასევე გავუყო იმ სპორტს, რომელსაც წლებია მივყვები. მე ვარ მარიამ კლდიაშვილი, გრაფიკული დიზაინერი. პარამეტრიკავე ვარ და 5 წელია რაც ვარ თბილისში, ვარჯიშობ საქართველოს ნაკრებთან ერთად, ნაკრების წევრი ვარ. და 5 წელი ამოვიყვები ამ საქმიანობას და სფეროს. მთელი დღის ნაწილი ძირითადად ვარ დარბაზში და ვარჯიშობ, მაგრამ პარალელურად მინდოდა რომ რაღაცა პროფესია მქონოდა და თანაც პრიორიტეტული იყო ჩემთვის ის რომ მქონოდა ისეთი საქმე, რომელიც სპორტში არ შემოშლიდა ხელს და ვიმუშავებდი ნებისმიერი ადგილიდან და ასევე იქიდან გამომდინარე რომ მეტი მოსარგებლე ვარ, ყოფილიყო დისტანციური. იმიტომ რომ ეს უფრო კომფორტული და მისაღებია ჩემთვის. და მოვიძიე ეს ქილვილი, დავსწარე რაღაც შეხვედრებს. ვიფიქრე რომ გამომივიდოდა და მომეწონებოდა და დღეს მე უკვე აქ რომ მოვედი და სწავლაც დავიწყე. მე უკვე მივხვდი რომ სწორ ადგილას მოვხვდი და სწორ პროფესიას ავირჩიე, ასე რომ თქვათ, იმიტომ რომ მომწონს. რომ უყურებდი ხოლმე პოსტებს რაღაცებს რო ხვდებოდა, მომწონდა ხოლმე და ზოგადად მაინტერესებდა ეგეთი რაღაცეები, აი აწყობა რაღაცეები, ფოტოების დამუშავება და რაღაცეები მაინტერესებდა ყოველთვის. და ეხა არ მიფიქრე არასდროს რომ მე გამომივიდოდი ეგ და გავყვებოდი მაგას, მაგრამ ეხლა გამივითარდი, აი შემიძლია რომ ეგ გავაკეთო. ძალიან მეგობრული სიტუაცია არის ამ კვეთში, ლექტორებთანაც ძალიან კარგი ლექტორები გვყავს, მიწყობენ ხელს ძალიან. სწავლაშიც დავალებები იტვირთება პლატფორმაზე და გაკეთებაშიც თუნდაც რაღაცა დახმარებას გვიწევენ ნებისმიერ დროს. აქამდე ვისწავლეთ ილუსტრატორი და ფოტოშოპი. და ვისწავლეთ ფოტოების აწყობა, დამუშავება, პოსტერების გაკეთება, ბანერების გაკეთება, შეფუთვების. დასაწყისში აი სულ ეკითხებოდი ხოლმე ლექტორს რომ ეს როგორ და ეხლა ვთვლი რომ ამ თვალსაზრისით დასაწყისში როგორც ვიყავი, იმას ნიშნავს დღეს წინ სვლა მაქვს და დამოუკიდებლად შემიძლია რომ რაღაც ჩემი ნამუშევარი შევქმნი. დიზაინების აწყობა მომწონს, რაღაცა აი პოსტერების შექმნა, ამ დიზაინების თამაში. თავისუფალ თემებზე მუშაობა მაძლევს მე პირადად საშუალებას, რომ წარმოვაჩინე ჩემი თავი, რაც ოდნავ მივიღე ამ ეტაპისთვის და ასევე მომავალში რა შემიძლია რომ გავაკეთო, რა გავაუმჯობესო, რომ საუკეთესო ვიყო ჩემს პროფესიაში. კურსის ნახევარი გავიარე და მომავალში მოლოდინები მაქვს, რომ უფრო მეტ პროგრამებს ვისწავლით, უფრო მეტ თულებს ვისწავლით. თავია წარმოდგენილი არ მქონდა, მაგრამ დღესდღეობით ძალიან მომწონს. ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ამ პროფესიით დავსაქმდები, ვიმუშავებ და თან ეს პროფესია შემიწყობს ხელს, ასე რომ ვთქვათ, რომ ჩემი უკვე მეორე პროფესიით, ასე რომ ვთქვათ, სპორტითაც გავაგრძელო მოღვაწეობა.